უცებ მოვირბენ. გამარჯობა ხალხო. ოპლა, დავსკამდი. ესა. დავდგათ ცოტა გავლამაზდეთ. გამარჯობა ხალხო. როგორ ახართ? იმედია რომ კარგად და უკეთესად. ეხლა რა ხდება ჩვენთან? არაფერი არ ხდება. ცუდი ამინდია. მე როგორი მოკოხტავებული ვარ. ჩემმა ქმარმა დამცინა რომ რა იმასავითო პარტიზანივით ახარო ავწია ეგ შევიხედე რამე რომ რა აქ ხოლმე გამოწერილი ფულს გადავდებ და სადღაცა ქვეშავდეებ ხოლმე აქა და არაფერი არ იყო. ეხლა ხალხო მოვედი იმიტომ რომ ვერავარ ხასიათზე გუშინ და დღეს. გუშინ საღამოთი ისეთ ცუდ ხასიათზე ვიყავი. არა, მაგიტო კი არ მოვედი რომ ცუდ ხასიათზე ვარ და თქვენ გადმოგდოთ. არა, კაცო, კარგად ავართ ყველა. გუშინ საღამოთი ისეთი ცუდ ხასიათზე ვიყავი, აი შენი თავის დანახვა რომ არ გინდა. აი არავისი და არაფრისა და ძალიან რო ცუდად, როგორ გითხრათ, ცუდ ხასიათზე რო ხარ და ყველაფერი რო ამოტრიალებული გაქვს შიგნით გარეთ. ინოჩენტე მოგნარ, მიზეზი რა არისო, გასულები ვიყავით. ცოტა გადმოვედი ზღვის ნაპირზე ფეხითაც ცოტა გავისერნით მე წამოვედით რა და მე ლიდლში შევედი რაღაცები ვიყიდე ჩემთვის კარგი კიტრის წნილი და ეგეთი რამეებია ხოლმე ლიდლში და მოვედით სახლში არაფერი ჩვეულებრივ კარგ ხასიათზე და რო დავლიე წამალი ამერია გუნება აი თავიდან რო დავიწყე წამლის დალევა ისე მომივიდა და ძალიან ცუდად ვიყავ. მე უცებ ვეცი ჩემ ძმასთან დავრეკე. იმას კიდე ჯერ არ მაგონებდა ოთახზე. მე ჩვეულებრივ ნომერზე დავრეკე, ისე და იმით და ჩემ ძმისშვილს ეს ქონდა, თამაში ქონდა. ძმისშვილები მყავ ჩემპიონები, ხო და თამაში კალათბურთზე საშუალო დადის კალათბურთზე და იმის თამაში ეხლა დამთავრდაო და იმ ხმაურში და დარბაზში არ ესმოდა ჩემს კაი მეთქი კარგად ახართ, ყველაფერი კარგად არის, კარგი გაუთიშე იმას მოკლედ ცუდ ხასიათს. დღეს ისე რა ვარ, ჩემი ქმარი დილას კი ადგა წვიმდა, წავიდა, ჩავიდა ბარში, ვეუბნე, არ მინდა მოვიდუღებ ყავას და დავლევ, როგორც სადილის მერე ვიდუღებ, ეხლაც დავლევ. არა დილით შენ ბარის ყავა გჭირდება ვიციო და ჩავიდა და ამომიტანა. მაგრამ ისევ ვერა ვარ. აი რაღაცნაირად ვარ. ამინდიც მოქმედებს ალბათ და წნევა დახტის. წნევა რო დახტის შეიძლება შაქარმაც იცის, მაგრამ არაფერი არ მიჭამია რომ თქვა და რამეს დავაბრალო რომ აი რაღაცა იმას ვქენი მეთქი და მოკლედ როგორც არის რა, როგორც ავარ კარგათავ. ეხლა თქვი რომ მრავაკეთო. პური გამოვაცხე. ეხლა თუ ვინმე ახალი და ძველი რა ვიცი, ალბათ იცით გადამეყრება და აი იტალიაში ხარ და პურსაც ხო დანავარ და იტალიაში ვარ და 17 წელია აქა ვარ და ისა, რა ქვია, ქმარი იტალიელი მყავს, თუ ვინმე ახალი ხარ, მოკლე ინფორმაცია მოგაწოდეთ. 11-დანა ვარ, ხო, რაც თავარია. თელავიდან ხარო კილო თელავური, არა, ახმეტური მაქვს. ხო და დედა მყავდა თელაველი. როგორი კარგად უცებ მივაბიეგეც მოკლე ინფორმაცია. ხო და პური გამოვაცხე. ეხლა თუ ვინმე სანამ დაწერთ რამეს მე გეტყვით, არ შეწუხდეთ, რომ ისა პურს ვაცხობ, იმიტომ რომ არ ვენდობი პურის მეტი რა არის, მაგრამ არ ვენდობი იმ შავი და რუხი საღებავით შეღებილ პურებს და მირჩევნია რომ მე გამოვაცხო, არაფერი არ მჭირს, არაფერი სართულო არ არის, თან კიდევ ფქვილების კომბინაციას ვაკეთებ, ვურევ და გავუკეთე ეხლა კარგა ბლომად ისა. რის პაპასა ჭამთ ხოლმე დილით? შვრია, ოღონდ ძალიან ხმელია, ინტეგრალია და თან მთლიან მარცვლოვანიო და გუშინ ვიყიდე სხვათა შორის და მაგას რომ ვუკეთებ ძალიან ხრამ უნდა გამოდის პური, კნატუნა ეგენი მაგარი ხო რჩება. ხო და მოკლედ და კონკრეტულად პური გამოვაცხე. ეხლა ცომი გაკეთებული მაქვს, ინოჩენტეს პეჩენიები უნდა გამოუცხო.
საქმის მეტი კიდევ იმეორებ რა არის, მაგრამ არაფრის გაკეთება როცა არ გმინდა. მე წავწვევი და ჩავთავ იმას, რა ქვია, TikTok-ს და მე არის ჩემი ისა, ხოლმე დადებილება და თვალების დაღლა და ყველაფერი და ვიფიქრე, მოდი ვიდეოს ჩავწერ. ეხლა ბარემ TikTok-ი ვახსენე, არანაირად ძალიან დიდი კომენტარი დამიწერა ერთმა ქალბატონმა. არ ვიცი, ახალი ბრძანდებით რაღაცნაირად თითქოს არ გიცნობთ. ჩემი ძველი გამომწერი ალბათ არა ხართ. ქეთოსო, რას ერჩითო? ყოველ ვიდეოში გიჟივით ხო ვახსენებ ამ ქეთოს და მე ნამდვილად ეხლა არა მაქვს არანაირი გეგმა და სურვილი რომ ქეთოს 9 საათიანი და 40 წუთიანი ვიდეო მიუძღვნა და თქვენ ან ვინმეს დაუმტკიცო რომ ნაგავია. არა მაქვს მაგისი ისა რა ქვია არც სურვილი, არც გეგმა და არაფერი და უფრო არც მაგასაც არ უპასუხებდი, მაგრამ იცით რაზე დამცხოდა და მცეცხლა მე უფრო თანამედროვეო სალოსი მგონიაო თუ თანამედროვე სალოსს დავარქმევდიო ქეთოსო და ისაო მაგაზე გავგიჟდი და ჩამცხო თავში. რანაირად ქალბატონო აღარა თქვათ, აი გეხვეწებით რა თქვენთვის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან დიდი მკრეხელობა მგონია რომ ქეთოს და სალოსი რაღაცნაირად უკავშირდებოდეს ერთმანეთს და ის რომ გიჟია თავს არ იგიჟიანებს მართლა აკლია უფრო მეტად იგიჟიანებს რა თქმა უნდა კიდე მაგრამ განა იმიტომ იგიჟიანებს რომ არ იცის რომ იგიჟიანებს თავს იმიტომ იგიჟებს რომ სხვები დაადებილოს და დააგიჟოს და ეგ სალოსი არ არის და მეორე კიდე ესა ქალი რას ერჩითო არაფერს არ ვერჩი არც ცუდ კომენტარებს არ ვუწერ არც არა ვლანძღავ დავცინის იმიტომ რომ იქით დაგცინის ყველას მთელ საქართველოს დასცინის და მსოფლიოს როგორც თვითონ ამბობს მსოფლიოს და ევროპას და ემიგრანტებს და ყველას რა შეეხება ქალს მე არ ვეძახი რომელიც გათხოვდა შვილი ეყოლა ცუდი ქმარი შეხვდა პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა ამას არავინ არ გაუძლებდა მე არ ვიცი ის კაცი პათოლოგიური სიმთვრალე ცოლი ყავს იმას და არის მაგრამ ისა რა თქმა უნდა შეიძლება ისიც მე არ ვიცი როგორი იყო ლოთი იყო პათოლოგი იყო რაც იყო და მცემდაო მაგრამ ეს სუსაცემარია მე თუ მკითხავ თავი დავანებოთ მაგასაც არ მითხრათ ახლა ქალი ხარ და მაგაზე როგორ იძახი ქალს დააკარგათ ვიცი რასაც ვიძახი იმიტომ რომ ნუ რავი ნუ მასწავლით მე საკუთარი მამა მყავდა კაი უხასიათო მაგრამ მაგაზე არა მაქვს ქალი გაშორდა ქმარს პატარა ბავშვი დარჩა ხელზე ქირით გავიდა ჯერ ერთი გადასარევად შეუძლია თავის დედის სახლში გადასარევი სახლკარი აქვს ნეტა ყველას კონდეს მასეთი სახლკარი საქართველოში მოწყობილი გაკეთებული და კი ძბაკი არის სახში მაგრამ მე რა ორ სართულიანი სახლია და ერთ ოთახს არ დაუთმობდნენ ქირას უხდი და გამგეობა თელავისა და ქირით იყვნენ გასულები მაინც არ დასვენ და მეორე ქმარი ყავდა მესამე ქმარი ყავდა იმ ქმრების გულისთვის ქმრებს არ დაუძახე ყველა ლოთები იმაზე პირველი რო გაშორდა იმაზე უარესი პათოლოგი გორში გათხოვდა მე იმ ქმრის ამყოლი ბავშვსაც ცემდა და ძალიან ამწარებდა თურმე მე არა ვყოფილვარ იქ რასაც ამბობს და ხალხი და იწერება თელაველებსა კითხეთ თუ რა ვიცი და სასამართლოზე თურმე ბავშვმა რო ილაპარაკა მოსამართლე ტიროდაო იმ ბავშვს ცუდად ეპყრობოდა ეხა აი ცოტა წკეპლი თავცემე აი ცოტა დავარტყი ცოტა ნუ ეხა ეს თითების დაჭრა და ეგეთ რამებზე მე არ ვიცი იმიტომ რომ ვერ ვიტყვი ვერაფერს და ხალხის გაბერილი ყველაფერი ქალი რომელიც ნებისმიერი მამაკაცის გამო ბავშვს სცემს თავის საკუთარ შვილს სხვა რას ქვია დედა ყოველთვის საკუთარი მამისგანაც კი იცავს თავის შვილებს ბავშვების მამისგან და სხვა კაცების გულისთვის თავის ბავშვს ქალს რომელსაც დედობა ჩამოართვეს და ყველას გავიწყდებათ რა კარგია ქეთო ქალს რომელსაც იმას რაღა უნდა ელაპარაკო და ისეთი წყნარად არის რომ ერთი დღის ნახვის უფლებაც არ მისცეს და ქმარმა დართონება რომ შაბათ დღეს 2 საათის ნახულობდა და მაშინაც არ მიდიოდა არც ეხლა არ მიდის რას ვერჩი არაფერს არ ვერჩი ღმერთმა კარგად ამყოფოთ ჯამრთელად საღად მშვენივრად რამდენი კაციც უნდა გამოიცვალოს მაგრამ იმის დაწერა რომ ერთი მშვენიერი ქალია და თავისთვის არის და თავის ხორცზე ცხოვრობს არ არის მაგ საქმე მასე რა
მოდით რა, ცოტა ისა, ყველა მხრიდან უნდა შემოუვარო და ყველანაირი სიმართლე უნდა თქვა და ეხლა თუ მოკლედ მორჩი არ მაინტერესებს, არაფერს არ ვერჩი. პასუხი ჩემი ის არის, რომ რას ერჩით ვაქეთოსო, მე არაფერს არ ვერჩი. თავის თავს ერჩის თვითონ. და ჩვენთან ქართულში კიდე ისეთი კარგი ნათქვამებია ხალხური გინდა თუ იმის რა ქვია პროზა პოეზიიდან ამოღებული, რამდენიც გინდა კაცმაო რომ თავის თავს უყოვო, უკანაო, მთელი მსოფლიო მისდგა და იმდენი ვერ დააკლოვო. ასე რომ თვითონ უშვება თავი თავს, მე არაფერს არ ვერჩი. ეგ მოვჭი. ერთი დღეს წეღან გამეცინა ერთ კომენტარზე, რომ ვაიმე დედა, რამდენი ხართ ხალხო, ან ეს საერთოდ პირველი ერთი კომენტარი დამიწერა და ისიც აი რო დინდელი ვიდეოა, რა ვიცი, მანანამ რო ბლინები გააკეთა და მე რო ნერვები ამეშალა, რომ ბევრი კვერცხი და ზეთი დახარჯა მეთქი და ვიდეო ჩავწერე, რომ მანან ბლინების ეკონომიური რეცეპტი მეთქი, ხო? უტყუარი ბლინების დედა კომენტარი უცებ ამოხტა და იმ წუთში თუ განათდა ხოლმე ეკრანი და დავინახე და მაშინვე მივყევი კომენტარს ნახულობ თუ არა მერე ვეყარა და უცებ დავინახე რომ ისა არა მაქვს ამდენი ნერვები და გადავედი ნეტა ამას რაღაცია ვინ არის რა არის ნერვები რამ გაუბუჭა მეთქი და წერია რომ არა მაქვს მე სადამ მაქვს ამდენი ნერვებიო მე მარტო ბლინის რეცეპტი მინდოდაო ვინ მამა იმას ქნებულმა დაგიბარა ან ბლინის რეცეპტზე შეკაიქალო შენა ან ნერვები რა თუნა გაიფუჭო ჩემი ყურებით ოღონდ ეგ მითხარი ვინ გითხრა მოდიო და ან ჩემგან რეცეპტი აიღეო და ანაო ვინ გითხრა ოღონდ მე მიმითითე და მე ვაჩვენებ იმას დღეს რა ვინ გითხრა ვინ დაგავალა მე კიდე მიუწერე ქვეშ შენ ნერვები ჩემი იკითხე საერთოდ არ მაქვს მეთქი მე ხლა მე იმას ვიჟვა ნერვები არ აქვს ვინ მამა ჯაჯულმა დაგიბარა მოდიო თუ მოსაწვევი მოგივიდა წადი იცი რამდენი რეცეპტების მეტი რა არის მანცად მეწერა რომ კულინარიული არხიო აი არის კულინარიული არხები რომ გამარჯვებასაც არავინ არ გეტყვის პირდაპირ რეცეპტი იწყება და მარტო რეცეპტი აიღე ვინ გითხრა მე ჩემ ხალხთან ავარ და ვჭორავ ხო და ეგრე მე როგორ ამიშლიან ხოლმე ერთი კიდე იყო რომ ის რა კარგად მახსოვს კომენტარები ნანა აი ეს ისინიო ლომთანა ესენი რა სუ შოკოლადები მგონიო ქალბატონო თუ რა ვიცი გოგონა აღარ მახსოვს სახელი და ჩემიანი კი იქნები ალბათ შოკოლადები ინოჩეტესაც ეგონა ეს რომ ამანათი მომივიდა ეს ფიქრიას გაკეთებულია ლომიც ფიქრიას ნაჩუქარია და ეს სადგამი რომ წვალობდი და რაღაცებს ვაკეთებ ფიქრიამ თავის ხელით გააკეთა საბერძნეთში და გამომიგზა ვინც არიცით ხო და ნუ აქ განყუთვა გავაკეთე და მე ინოჩენტეს ვაჩვენე რომ მოდი მეთქი ნახე სავსე ხო ახომ და მე ინოჩენტეს მოვიყვან და ვაჩვენებ ხოლმე და ვაგიჟებ და ინოჩენტეს ვადახე მეთქი ეს რა არის და ინოჩენტემ დაწავლო ხელი რომ გონია შოკოლადები და მოგლიჯა ხო და ერთი მოგლეჯილია ხო და იმის თქმა მინდოდა რომ მარტო თქვენ არა გგონიათ შოკოლადები ინოჩენტესაც მასე ეგონა არა და ფიქრიამ კიდე ისა აფრიკა გამიკეთა და ქვები აფრიკა ხო რაც არის რა ვიცი სად არის ისა სადგამი გამიკეთა და გამეცინა რომ დაწერეთ რომ შოკოლადები მგონიაო აი ეგრე ეგონა ინოჩენტესაც და არა დაეთყობა დაწებებულიაო ისო შოკოლადი ერთმანეთს დაადნაო და ძალაზე ვაი მე რასაც ვეღარ მოვასწარი ხო და მასი აღარ დამიწებებია ხო და ეგრე ჩემო კარგებო ეგ ამბები გითხარით ეხლა ნამდვილად არა მაქვს გეგმა რომ პოლიტიკა არჩევნები არაფერი არ ვიცი ანუ ვიცი უბრალოდ გადავედი ინფორმაცია მაინტერესებდა რა თქმა უნდა აღარა ვარ ხო მართლა აღარა ვარზე გამახსენდა იცი გავასწოროთ ლამაზად ყოხტად უნდა გავარკვიო უნდა მივიდი აი როგორ ვერ ვახერხებ ხალხო რაღაცნაირად საქმეები რო არის ხოლმე აქ უნდა მივიდე საქართველოს საელჩოში და უნდა ვიკითხო ეს ორმაგი მოქალაქეობის ამბავი უნდა ვიკითხო იმიტომ რომ ავტომატურად მე მგონი არ ჩამომერთმევა არის ქვეყნები რომლებიც მაგალითად არ აძლევენ ნებას ეხლა ზუსტად არ ვიცი ეგ ქვეყნები რომ ორმაგი მოქალაქეობა ქონდეთ ანუ მოგცეს თავისი მოქალაქეობა და უნდა ავტომატურად შენი უნდა გააუქმო სხვა და იტალიას არა აქვს ეგ წესი იტალია გაძლევს ნებას რომ ორმაგი მოქალაქეობა გქონდეს კი იტალია გაძლევს მაგის უფლებას მაგრამ საქართველოს რას აკეთებს ეგ არ ვიცი და ეგ უნდა ვიკითხო
ხო და ეხლა რაც შეეხება არჩევნებზე მეთქი რო გეუბნებით, რა თქმა უნდა, მაინტერესებს შედეგები და უბრალოდ დავგუგლე რომ ინფორმაცია და ამომიგდო, არ ვიცი ხა თქვენ ჩემზე კარგად გეცოდნებათ, არა შეგნებულად არ ვუყურებ კადრებს, ერთ-ორს გადავაწყდი, რა თქმა უნდა, პატარა ვიდეოებს, მაგრამ არ იმიტომ რომ ვერ ვიტან ხალხო, აი საქართველოშიც რო ვიყავი და ახმეტაში რა და რო ვუყურებდი რომ არბევენ მოსახლეობას და გარბის ეს ხალხი ძალიან ცუდად ავხდები, იმიტომ რომ აი იგივე როდესაც თუ ხედავ რომ ბავშვს ასცემენ, უმწეოს რამეს ისეც ვინმე ჩაგრა ძალიან ცუდად ვხდები. ხო და ეხლა დავგუგლე და ყველა იმაზეო საარჩევნო უბანზეო ყველგან გაიმარჯვაო ოცნება. პირველივე ტურშიო და მეტი აღარ ვიცი არაფერი. თუ ვინმეს რამე ინფორმაციის დაწერა გინდათ ჩემთან ქვემოთ კომენტარებში ძალიან აგთხოვთ ერთმანეთს და ანმე არა ლანძღოთ, არა ვლანძღოთ, არ დავჭამოთ, არავინ არ არის ჩვენთვის იქ მოსული და არც არასდროს არ მოვა. არც ხომთავრობა, არც წინა და არც ეხლანდელი, ერთმანეთს ნუ დაჭამთ მარტო, ეგ არ მინდა თუ რამე ისეთი კომენტარი დაიწერება რომ უცენზურობა იქნება და რამე წავშლი, ეგ იცოდეთ. ნორმალური საღი და ყველას აქვს უფლება ვის მოსწონდეს ოცნება, ყველას აქვს უფლება ვის მოსწონდეს ოპოზიცია, არ ვიცი მე ნაცები კიდე არიან თუ არა, ჩემი აზრით და გადმოსახედიდან ნაცების 90 თუ არა 80% ეხლა ოცნებაში არ არის მართლა არ ვიცი რა ეხლა არა ვარ კომპეტენტური და რანაირად ვილაპარაკო ხო ადრე ვიღაცამ დამწერა შენი საქმე არის მიაყენეო შენ რაგე თქვიფეო და აცხეო და მართალი ხარ და გეთანხმები არაფერს არ გედავები უბრალოდ ჩემ აზრს ვამბობ მეტი არაფერი გამოსვლები ალბათ არის რა თქმა უნდა გადავაწყდი რომ გოგო აძლევდა რჩევებს წყალი როგორ წაიღო მოკლედ რა ჩემზე კარგად იცით ხო და ერთმანეთს მეთქი ნუ დალაძღავთ რა აზრი არ აქვს იმის თქმა მინდა უბრალოდ ერთმანეთის დაჭმით არასდროს არაფერი არ გამოვა ეგრე არა მაქვს ძალიან დიდად უფლება YouTube-ზეც არ გამიშვებენ რომ ვილაპარაკო ომებზე ეხლა დიდი ამბავი ხო იცით რომ ის ფლოტილია რომ მიდიოდა იქა და მოკლედ თელი ამბებია და არა მაქვს უფლება რომ ვილაპარაკო ომებზე და ეგეთ რამეებზე მოკლედ მორჩი ეხლა რა ხდება ჩემ თავს არაფერიც არ ხდება ახალი და კარგი დღესასწაულებია ხო სხვადასხვა ფერის ისი ლაქები ნეტა იცოდეთ აი ეს თვლები მეკრა ფჭილებზე ეხა თუ ვინმე იტყვით ქალო მაგხელა ქალი ხარ უწერენ ხოლმე ძირითადად ასაკსეცი პატივიო და ეხა თუ ვინმე დამიწერთ რომ ერთმა დამიწერა ნანა ადრეც დაგიწერე ლამაზი თითები გაქო მქონდა ერთ დროს ერთ ახალგაზრდობაში არა უშავდა რა თითი მქონდა ლამაზი იმიტომ რომ ფორმა მაქვს აქეთ წვრილი ფჭილისკენ წვრილი და ისე ვიკეთებდი ფჭილსაც წვრილად და ისა თითები მიუხედავად ტანისა და წონისა ყოველთვის მქონდა სუსტი და მაგით იგებდა რა ხო და ეხლა უკვე აღარ თითები მაქვს და აღარც არაფერი ხო და ისა სანამ თქვენ დამიწერთ რომ მეტი ჭკვა არა გაქვთ ჭკვაც ამაქვს და განათლებაც მაგრამ როგორც მინდა და იმ წუთში როგორც მომიქრიან ისე ვაკეთებ ესე მინდა გიჟობა ქუშიც საღამოთი გავიკეთე ეს თულებია თულები მაიცა გაჩვენეთ თუ ავაძრე ვეღარ ვაძრო აი ესეთია თულები დაიცა აი ესეთი თულებია აი და ამ დიდ ჭხილზე 3 ეტეო და პატარებზე აქ გავიკეთე 2 ხო და მე ზემოდან ხო ფიქსაცია უნდა გამეკეთებინა ვაიმე იმდენი ჯერდამცავი მქონდა მე ფერი მე თვალი მე უფერო ლაქი და მოკლედ ნერვი აღარ მქონდა ძალიან სქლად დადებულს ვერ ვიტან ვერაფერს და ავიგლიჯე დღეს წეღან ისე გავაკეთე ასე მომინდა ბატონო დას როგორც მომინდება ისე ხვალე გეგმა მაქვს რომ მინდა ცისფერი ლაქი და წავისვა ხო აი ესეც ეხლა ჩავიცვი თბილა თვითონ და არადა ეხლა მცხელა დამცხა ძალიან იმიტომ რომ დაკეტილია ყველაფერი ეს უნდა გადავაგდო 4-5 კაბა გადავაგდე
ზაფხულისები უკვე შიტა გადავყარ. ეხლა ეს უნდა გადავაგდო და კიდე რა ბევრი რამე უნდა მივაყოლო. ნუ რა უნდა დავიწერთ ვინმე საჩუქეო, ვერავის ვერ ვაჩუქებ, იმიტომ რომ არც ისეთ მდგომარეობაში არ არის, რომ ვინმეს აიღო და აჩუქო. ეს არ არის ცუდ მდგომარეობაში, არ არის გაბურძგნული ძალიან და რამე, მაგრამ ცოტა ვიწრო მქონდა, ჯიბეებიც აქვს. ცოტა ვიწრო მქონდა და უკანა მხარე სიგანეზე გავაუთოვე. ახალივე როცა ვიყიდე. და ორთქლით სიგანეზე გავაუთოვე და სიგანეზე რო გავაუთოვე, დაკარგა ფორმა. თორე კარგა გრძელი მუხლამდე ჟაკეტი და თან როგორც აი პალტოპლაში ისეთია. ხო და ბევრ რამეს მოუწევს გადაყრა. ბლომად. მაგას უნდა მივდგე ახლა. ხო, ეგ არის ახალი ამბავი. კიდე რა გითხრათ ახალი ამბავი, კიდე მქონდა რაღაცასთან დაკავშირებით უნდა მეთქვა, რაღაცა თემა და ეხლა თავიდან გამომივარდა. მეტავდგე და გავაღო ცოტა აქეთ ისა, აი ნისკარები. იქით ბატონი ინოჩენტეს ორი კომპიუტერი უდგა, ერთი ძველი და ერთი ახალი. ძველი როგორ რა? მოქმედებაშია, მაგრამ წინა იმედია რომ ესა არ შემცივა. შემცირდება და ისევაც იმას ვიზავ, რა ქვია მაგას? დავკეტა. ხო და ხალხებო. რაღაცა უნდა მეკითხა კიდე თქვენთვის და ეხლა ეგეც აღარ მაქვს თავში გამომიფრინდა ძალიან საჭირო რამე უნდა მეკითხა თქვენთვის. არ მახსოვს. რას ვიზავთ? არ მახსოვს და ნუ მახსოვს. მართლა აღარ მახსოვს. არა, ვერ ვიხსენებ, ვერ ვიგონებ. გუშინ არ ვიცი, არ დაიდო მიხოდა, მაგრამ ალბათ ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და ალბათ არც დღეს არ იქნება. არ ვიცი. ჩემთვის ვფიქრობდი დილას. იტალიაში რო ჩამოვედი და მუშაობდი, ხო? პირველი რა, სულ 5 წელი ვიმუშავე, ხო? ხო და ეგ 5 წელი, არა, პირველი 3 წელი ტყუილია, მეორე 2 წელი არა. პირველი 3 წელი ცხოვრობდი არ ერქო, ცოცხლობდი ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე. ანუ ხუთშაბათი მქონდა დასვენების დღე. ხო და ის პერიოდი ჩემი ერთადერთი ხსნა იყო შუა ქალაქი. კომპიუტერი არ მქონდა. ვერც ამყიდულობდი ვალები მქონდა და ვერ ვაძრობდი ფულს ვერ საიდან. ამ ხელახელფასები არ იყო მაშინ ახლა როა. ხო და ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე ცოცხლობდი. ვიყიდე პატარა DVD, აი ესეთი პატარა, აი ამ ხელა ტოსტერი, ხო იცი? ზუსტად ტოსტერს აგავს. მასეთი DVD ვიყიდე 55 евро ღირდა თუ 53 აღარ მახსოვს და ახდიდი ეკრანი იყო და აქ ქონდა ისა, დისკის ჩასადები. და ეს რა ქვია მაგას შუა ქალაქის სერიებს მიგზავნიდნენ საქართველოდან, ყველა მიგზავნიდნენ ბევრს და ერთმანეთში ვთხოვულობდით. მე ზოგი მაგალითად თუ მინდოდა რომ მქონოდა საკუთარი, იმას მიიტადი და იმას გადაგიწერდნენ რა. ხო და იმის თქმა მინდა რომ ჩემი ხსნა იყო შუა ქალაქის ყურება ყოველ დღე იმ დისკებზე, არ მგონი ზეპირად ვიცი. და მე როცა კომპიუტერი ვიყიდე და რა ბედნიერება იყო, გინდა ძველს უყურებდი, მე როდის ვიყიდე კომპიუტერი? მე-4 წელს. ხო და რის თქმა მინდა ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე. ხუთშაბათს გამოვდიოდი, დავადებდი თავს მატარებლით ბარში მივდიოდი და მოკლედ ის ერთი დღე იყო, რომ იყავი თავისუფალი და სუნთქავდი. და ეხლა შუა ქალაქი აღარ არის, ისა გამოსასვლელი დღეები აღარ მაქვს, მაგრამ ეხლა ვცოცხლობ
შაბათკვირამდე მიხო და მაროს რო ვუყურო მიხო და მარო მინდა იმიტომ რომ აი ის პერიოდი იმდენად ვერთობი და იმდენად ვთიშავ ყველაფერს ჩემი თავიდან აი პირდაპირ იქავარ საქართველოში რა ხო და აი ეგ ძალიან ველოდები ხოლმე მაგას ეს ზაფხული რო არ იყვნენ ვაი იყო ვაი და ვაი ხო და ასე არ იყო გუშინ ახლა მაგას მოვაყოლე არ იყო გუშინ და ალბათ არც დღეს არ იქნება არ ვიცი ღმერთმა ქნას რომ შვიდობით ჩაიაროს და დამთავრდეს ყველაფერი შვიდობით ანუ შვიდობით იმას აგვგულისხმობ რომ ეს ახალგაზრდობა ნებისმიერი გინდა ძველგაზრდობა არ დაზიანდეს და არაფერი დაუშავონ რა ვიცი რა მე მარტო მაგას ვფიქრობ ხოლმე იმიტომ რომ ვიცი მე ახლა ჩაიარა ეგ ამბავი რას უზამენ აი მე თქვენაქავრი მთავრობა უნდა იკითხოთ ვაიმე ამდენი წელია იტალიაში ვარ ხალხო იმდენი უსამართლობა მოხდა იმდენი ზოგი დაიჩაგრა იმდენჯერ დაიხურა ფაბრიკა ქარხნები იმდენჯერ დარჩნენ უმუშევრები იმდენჯერ ინფლაცია იყო 17 წლის განმავლობაში იტალიელები მიტინგზე არ გამოსულან მთავრობა მემარცხენე მოვიდა მემარჯვენე მოვიდა იტალიელს არ გაღვიძებია აი საფრანგეთი ხო იცით თქვენ ეთყობა ფრანგებს ეს რევოლუციური ბუნება აქვთ ხელფასები დაუკლეს გამოცვიდებიან ხო აქ ერთხელ გამოვიდნენ მარტო ისინი სარდენიის წყებსები საქონლის ფლობელები რა ძირითადად სხვარი ვისაც ყავდა და ძროხა რძეზე ფასი მოუმატეთო მეტი გადაგვიხადეთო და მაგაზე გამოვიდნენ 1-2 დღე 3 დღე რავი ტრაქტორებით იყვნენ რძეებს ღვრიდნენ რაღაცა იყო არაფერი დიდი და ეს რა ქვია ფრანგები ყველაფერზე გარეთ არიან მალე გამოცვიდებიან მალე მთავრობის წინააღმდეგ გამოცვიდებიან მალე აქ ეგ არ არის ეხლა არის მარტო ეხლა დავინახე გაღვიძებული გამოფხიზლებული იტალიელები რომლებიც გამოდიან პალესტინის მხარდასაჭერად და დიდი გამოსვლებია მილანშიც რომშიც აქ ქალაქ ბარშიც იყო რომ ისა ახალგაზრდები სტუდენტები გამოვიდნენ ბევრ ქალაქებში ბოლონია ფირენცე ძალიან ხო და ეხლა დავინახე გამოფხიზლებული იტალიელები მარტო სხვა არაფერზე არ გამოდიან ესენი არც ხელფასის მომატებაზე არც იმაზე არც ამაზე არაფერი არ უნდათ აი ეხლა ისევ რაღაცა უნდა მეთქვა და ისევ გამომიფრინდა თავიდან ძალიან აეროპორტივით არის ჩემი თავი გაფრინდები გამოფრინდებიან რაღაცები ვერ ვიგებ რა ხდება ეხლა უნდა მეთქვა რაღაცა ხო მოვაგოთ გადავაწყდი ერთ ვიდეოს და ნეტა ვინ არის ბიჭი არ ვიცი ვინ არის ან როგორ მოხდა მილანში როგორ არ მოხდა და ღამე აჩვენებს ვიდეოს იღებს მილანში და ცენტრი ადგილია ნუ არ ვიცი ხა მე მილანში არა ვარ და მყოფი მაგრამ ცენტრალური რაღაცა ქუჩა არ ვიღაცა და აჩვენებს ხალხო შეხედეთ ევროპა რას გავს ნაგვის გროვები ანუ ეთყობა ის დღე იყო, როდესაც ქაღალდის ნაგავის დღე არის. აქ ყველა დღე ხოთ საკუთარი ნაგავია. ხო და სხვადასხვა ტიპის ნაგავია რა, ყველა დღეს, ხო და აი შეხედეთ ხალხო რამხელა გროვა და მუყავს ყუთები, ქაღალდის პარკები, სავსე ქაღალდებით, მოკლედ გორა დგა. აქ მე 1.50 მეტრში კიდე ეთყობა მაღაზიები იყო ბევრი და მაღაზიებიდანაც იყო გამოყრილი ეგ ყველაფერი. ხო და აი შეხედეთ ხალხო ევროპა როგორ ნაგავში მილანის ცენტრალურ ქუჩაზე ასეთი ნაგავია შეხედეთ ახლა რომელი საათია არ ვიცი ღამე იყო რომელიღაცა შუაღამე და შეხედეთ რამდენი ნაგავი ყრია და მე გამეცინა ახლა ეს გამოვიდა ჭკვიანი აი იმიტომ არის რომ სანამ რამე ინფორმაცია არ აქვს დანამდვილებით დაზუსტებით როგორ ვთქვა და ზუსტად არ იცი ხო იმაზე არ უნდა ისაუბრო და არ უნდა ილაპარაკო მაგრამ იცით რა არის უფრო მეც სისულელეს და ტყუილ სიტყვი უფრო მაგრად გავარდება ხოლმე ვიდეო ხო და
გამეცინა მე რა თქმა უნდა არ მქონდა ნერვები და არც მაინტერესებდა კომენტარებზე არ გადავსულ ვარ აქ ეხლა დღეს კვირა დღეს ნაგავი არ არის დღეს არანაირი ნაგავი არ გაგვაქვს ყველაფერი სახში უნდა გქონდეს ხვალე სიტყვაზე არის ორგანიკო ანუ ორგანული საჭმლის დარჩენების ნაგავი სამშაბათს აქ ჩვენთან არის პლასტმასის ნაგავი გაგვაქვს პლასტმასი და ალუმინი 4 შაბათს არის ისევ საჭმლის ნარჩენები 5 შაბათს არის ისეთი ნარჩენი რომლებიც ხვეებში არ მიდის აი სიტყვაზე დაცლილი დეზადორებით მისლაქი ისეთი ჩიდე რაღაც ისეთი მატერიალი რაცაც მოკლედ სხვა ნაგავში რაც არ მიდის ის არის 5 შაბათს პარასკევს არის ქაღალდი შაბათს ისევ საჭმლის ნარჩენი და მოკლედ ეგრე ხო და ეთყობა ჩემთვის გამეცინა რომ მილანშიც ის დღე იყო ქაღალდის ნარჩენი და ოღონდ მაღაზიების წინ ქაღალდი ყოველ დღეა ქაღალდი და პლასტმასი და მაგაც სხვა მანქანა ემსახურება ეგ ყოველ დღე გაივლის და აკრეფავს ხო მინა არა ვთქვი მინა ჩვენთან აქ არის მარტო თვეში ერთხელ თვის პირველ პარასკევს არის თუ ის დღე დაგავიწყდა და ან სახში არ ახარ მე მეორე თვემდე შუშას ვეღარ გადაყრე. ხო და ეთყობა მეთქი მილანში, ეთყობა ის დღე იყო კარდონის დღე და ან კიდევ უყაო ქართულად. ან კიდევ უბრალოდ მაღაზიების წინ იყო ეგ და იმათ სხვა მანქანა ემსახურებათ და ის ახლა მაგის თქმა რომ მილანის ცენტრალური ქუჩები ნაგავით არის ავსე ძალიან დიდი სისულელია. ნაპოლში მაგალითად ამბობენ რომ ძალიან დიდი ნაგავია და მაგას ტელევიზიითაც აშუქებენ, იმიტომ რომ ნაპოლში ძალიან უსუფთავობაა, როგორც ამბობენ. ჩვენთან საღამოთი, ხო და იმის თქმა მინდა ახლა საღამოთი რომ გაიარო, ყველა სადარბაზოს წინ ნაგვის გროვა. საღამოს 9-დან 11-მდე ჩაგვაქვს და შუაღამეს გაივლის მანქანა 11-ის მერე 12-მდე პირველის ნახევარზე გაივლის მანქანა და გასუფთავდება ყველაფერი. დილით უკვე ცოცხლიც გაივლის, მანქანაც გაივლის ყველაფერი. ხო და ეხლა ვინმემ რომ გაიაროს მაგ დროს 10 საათზე და ყველა სადარბაზოს წინ ნაგვის პარკებია და ნაგვის გროვაა და იფიქროს რომ ყოველთვის ასეაო, ეგრე არაა. იმიტომ რომ დღეს ეგეთი რამე არაა. ასე რომ მე მაგალითად ძალიან არ მომწონს ეს სისტემა რაც დანერგეს, ამას ქვია კარდაკარ ნაგავი კარდაკარ, თქვენ მარტო ჩამოიტანეთ და ჩვენ მოვკრეფავთ, მაგრამ ყველა ცუდი ის არის, რომ შენ ამას აგროვებ ერთი კვირა, აივანზე ხა მაგალითად 2-3 პარკი ისმიდევს პლასტმასი, კიდე რაღაცა ის პარკი შუშა, ამის ძალიან ცუდია მაგხრი. ბიდონები გვაქვს, პატარა ბიდონები, მაგრამ ეგ არ არის საკმარისი. ასე რომ არ მომწონს, ყველაზე კარგი გამოსავალი არის, რომ დადგან დიდი ნაგვის ხუთები, ყველას დააწერონ ისა თავისი განსხვავებული სადაც რა უნდა ჩაიყაროს და მასე გადავყაროთ ჩვენ დავახარისხოთ ნაგავი. მაგრამ რადგანაც მოგეხსენებათ რომ ადამიანები არ არიან წესი მით უმეტეს აქა იტალიის სამხრეთში ვილაპარაკებთ იმაზე წესკანონებზე ალბათ იფიქრეს რომ მაინც ურევენ ეხლაც მაგრამ რავი რა გითხრათ ეხა იტყვით რაში გვაინტერესებს როგორ არ გაინტერესებთ კაცო ხომ უნდა იცოდეთ როგორ არის იტალიაში ნაგვის საქმე მაგალითად ხო და ეგეც მოგახსენეთ ეხლა ავდგები წავალ ცოტა დაბალი მაქვს წნევა ცოტათი ბევრი არა მაგრამ იმდენი ვირახრახე რომ მე მგონია რომ ამეწია კიდევ მეორე რაღაცა ისეთ თემაზე მინდოდა მოსვლა რომ გადაწყვეტილი მქონდა რომ იმ თემაზე მესაუბრა მაგრამ მე მაპატიეცა არ მახსოვს აი არაფრით არ მახსოვს არაფრით გუშინ კარგი დიდი თავი ვიყიდე იმისი კომბოსტოსი ლიდლში აქეთ მაინდა-მაინც არის შოვება ჩემთან კომბოსტო ჩვეულებრივი ჩვენებური თორე ისე ნაირები არის როგორც გინდა ცოტა ხუჭუჭები ეგეთი და არ მინდა ეგეთ ჩვენებური და ვიყიდე და ამ კვირაში ტოლმა იქნება შევაგრიალო უნდა ხო და ეგრე მეტი არაფერი მეტი რა მოგახსენოთ არ ვიცი წავედი ახლა მე
არა, იცით რა არის, ვერ ვაბავ ვერაფერს თავს ვერ უყრი, იმიტომ რომ ის რაღაცა მაქვს, ის რომ რაზეც უნდა ნუ არა, ვერა. ძალიან ცუდი რამე არის, მეხსიერება. არა, მთლიანობაში არ ვუჩივი მეხსიერებას, ანუ თუ ცოტას იმას ვიზავ ხოლმე ჩავბეჭდავ რა და ვიხსოვებ, მაგრამ ხან არის რომ გავარდება, გამომივარდება თავიდან ყველაფერი. ამ კვირაში ბევრი საქმეები მაქვს, ძალიან გვაქვს ბევრი საქმეები. სასაფლაოზე უნდა წავიდე ამ კვირას. აი ეს წვიმები, ეხლა ხვალდაზე გისევა წვიმს, სასაფლაოზე კიდე ვერ წავალ თუ წვიმს. ხო, მოკლედ უნდა წავიდე. იმაში უნდა მივიდე პროთეზზე, მკერდის პროთეზზე, ექიმს გამოვაწერინე და უნდა ვცადო თუ მომცემენ, არ მეკუთვნის ჯერ, იმიტომ რომ მოგცემენ სილიკონის პროთეზია, გარეგანი რა, როგორ ავთქვა. ხო და 3 წელი აქვს ვადა, რომ მოგცემენ 3 წელი აღარ გეკუთვნის, მაგრამ არის გამონაკლისები თუ დაზიან და თუ შეიძლება მოგცენ და მინდა რომ ვცადო. ახალი მომცემ. თუ არ მომცეს უნდა იყიდო, თუ გინდა. 1 ცალი ღირს 147 евро. 1 ცალი მინდა რა. ხო და ეგ მანდ იმაში ვარ წასასვლელი, აზლი რა ქვია ქართულად არ ვიცი. აზლი არ ვიცი ქართულად როგორა. მანდ უნდა წავიდეთ. ექიმთან უნდა დავრეკო აქა ჩვენ ოჯახის ექიმთან რეცეპტები უნდა გავაკეთებინო, აპტეკში უნდა წავიდე. ვაიმე იმდენი საქმე მაქვს ნუ იტყვით ამ კვირაში. ხო, ინოჩენტეს ჰიდრავლიკთან უნდა დავარეკინო. ეგეც და ძალიან ბევრი საქმეები მაქვს. მე პირადად. ეგენ ჩემი მოსაგვარებელია. ისა აიმე სულად არ ჩემი საქმე ხალხებო. წავალ ხა ტკბილი არაფერი არ მაქვს, ნაყინს მაინც შეჭამ მეხსიერებას იქნება უშველოს. არ კი მგონია, მაგრამ მაინც. არ კი მგონია, მაგრამ იქნება მაინც უშველოს. წვიმდა დღეს, ქარი ქროდა, უბედური ამინდი იყო, მაგრამ მერე რა ვიფიქრე, ნანა. აი მე თქვენ რო გეუბნებით ხოლმე და მოგიწოდებთ რომ პოზიტიურად იფიქრეთ. მე რო ეხლა დამეწყო, ვაიმე რა ცუდი ამინდია და ვაიმე როგორი ის არის და ესეთი უგემური ამინდი იყო. არა, მე მასე არ ვიფიქრე. მე ვთქვი, ნანა ჩაიცვი კარგად, მოღულდი თბილად, ისა, ქენი და ჩამყუდროვდი. ნახე რა კარგია სიმყუდროვე, ნახე რა კარგია სიმშვიდე, რაღაცნაირად და რაღაცნაირად ვიპოვე პოზიტივი რომ მომწონებოდა ამინდი. აბა რა მექნა. თორე თუ დავიწყო, წეღან ამან დაიწყო. ფანჯარასთან მივიდაო. ფანჯარასთან მივიდა. წეღან არა, ნუ რამდენიმე საათის უკან და აიმე რა ცუდი ამინდია და დავკივლე მე ვთხარ, აბა ეხლა დეპრესია მიდიაბა, იმას ქენი მეთქი, შენც აიკიდე და მეც დამაწეკი. გამარჯობა. გამარჯობა. Dica stasera qui fa la neve. Utkari oro დღეს აქ ითოვლებსო. აი, che cosa ti ho detto che non fare non mettere la depressione né a te né a me. Che cosa ti ho detto? Che cosa? Che stai mettendo la depressione e la pressione. La pressione. Nevica, brutto tempo, nuvoloso, piove. E che va a fa? E fate la camionetta. Წოდიდა გაისეირნეო. წოდიდა გაისეირნეო, ეთქვას და მარიგა. წოდიდა გაისეირნეო. ხო და ეგრე. მე კიდე არა, ზუსტადაც არ მოვიღრუბლები და არ შევეპუები ამინდს. არა. ამინდი მე არ მეკითხება როგორი იყოს, ხო სწორია. ამინდი მე არ მეკითხება დღეს გინდა ქარი, ნანა დღეს გინდა აწვიმა. არა, ამინდი არის როგორც თვითონ უნდა ისეთი. ხო და მეც ვიქნები როგორც მე მინდა. ხო და ვიქნები თვითი. ასე ჩემო კარგებო, ცოტას ავგიჟობ, ცოტას თავს ვიმხიარულებ, ცოტა მეტი გზა არ მაქვს ხალხო, მეტი გზა არ მაქვს.
აი მართლა გეუბნებით, იმიტომ რომ თუ არ გავიხუმრეთ, თუ არ No, nel senso non puoi fidarti, capito? È molla, no? A volte esce, a volte tu puoi fidarti che sta, ma non regge. Non vale la pena. Ma là c'è il triplo. Là c'è il triplo. Triplo, bianco. Vedi? Oh, bravo. გაინტერესებთ რა მოხდა. გამაგრძელებელში აქვს ჩართული ერთი კომპიუტერი. ეთყობა ეხლა უნდა მეორე კომპიუტერის ჩართვა და შტეპსელი არის კედელთან. ხო იცით კუხრა სამზარეულოში უკან. და მორყეულია, ანუ მოსლაბებულია და რო ჩართავს, შეიძლება გონია რომ ჩართულია, მაგრამ არ არის მოსლაბებულია და არ ჩართო მეთქი, იმიტომ რომ შეიძლება მოტყუდი, არ გააკონტროლო და გონია რომ ჩართულია და არ არის და მეოთხარი იქ სამაგიის არის მეთქი ჩასართველი და იქ შაურჭე. სადაც ერთია იქ მეორეც. და იპოვა. აჰა, თქვენ რო არ დაგჭეთ რამე, როგორ ვთქვა? ეჭვები, თუ არა ინტერესი უფრო რა ეჭვები რა შუაში. ინტერესი უფრო რო არ დაგჭეთ რო რაზეა საუბარიო, მაგიტომ მოგახსენეთ. Quale vecchio? Inoce, non lo so. Non ho idea. Computeri, ამის ძველი კომპიუტერი უბრალოდ როგორ ვთქვა, თავის პროგრამებზე, რასაც აკეთებს თავის მუსიკალური პროგრამები, ხო? და როგორ ვეღარა ძალავს და დრო ეჭედებოდა ხოლმე, ანუ იბლოკებოდა. და მაგიტომ იყიდა ახალი თავისთვის კომპიუტერი. ჩემი კომპიუტერი არის სულთქალად გაუბედურებული. აი თლად წავიდა ხელიდან, არ ვიცი როგორ ამუშაობს ჯერ ისე. წარმოდგენა არ მაქვს, ესე აიწია, საერთოდ გაუბედურდა, რავი, რამდენი წელია რაც ამაქვს, ხო და დედაჩემის კომპიუტერიც აქ არის, ისიც ამაქვს. რა, უნდა გადავყარო ყველა რა, ხო და მე ვფიქრობდი რომ ჩემთვის მეყიდა ახალ. მე ინოჩეტეს უთხარი მოიტანმეთქი მაგ შენ ძველ კომპიუტერს მიავიღებ, აიღეო. მაგრამ ეხლა მაგისი გადაწყობა, უნდა მიუტანო იმას, რომ წაშალოს ეგ ყველაფერი. იმასაც ხო უნდა მივცე ფული რა, აზრი აქვს, ახავს ვიყიდი რა. ხო და რაღაცნაირად იმდენად მივეჩვიე ტელეფონს, რომ კომპიუტერი აღარ ამჭირდება, თუ აი მაინდა-მაინც ძალანდოში არ შევედი და დიდ ეკრანზე კარგად ვარჩევ და კარგად ვიღებ ინფორმაციას, მარტო ალბათ მაგისთვის ვიყენებ ეხლა მე კომპიუტერს, მეტი არაფერი. არა და კომპიუტერით იმაში ანალიტიკაში YouTube-ზე გამჭირდებოდა მთელი ეხლა ყველაფერს ვაკეთებ ტელეფონით და ყველაფერს ვუყურებ ტელეფონში და რაღაცნაირად კომპიუტერი ამოვარდა ჩემი ცხოვრებიდან არა და მაინც მინდა რომ ვიყიდო ახალი რა ვნახოთ რა მჭირდებით არა მჭირდება ეხლა ამ ეტაპზე რო თქვა რომ აი მე კომპიუტერი მჭირდება მეთქი არა მაგრამ მაინც მიყვარს აი მე ტელეფონი კომპიუტერს ვერ მიცვლის ვერანაირად კი რა თქმა უნდა უფრო სწრაფია ტელეფონი უფრო მოხერხებულია უფრო მაგრამ ბევრ რამეში კომპიუტერი მირჩევნია მე პირადად მე დოვეო vieni qua mettiamo qua aspetta È chiuso? no sta Chiudi. sto registrando perché che cosa devi fare? Devo fare la pausa? No, inserisci questo, vedi si accende di nuovo. ეს ახლა ისვრიან ხალხო, ის არის დღესასწაულია და მაგიტომ დაიცადე 1 წუთი დავაპაუზო. მე ხალხებო რამხელად რო გასულა რაც აქ დავსკამდი მე. ეს რა ანათებს მეთქი და აი
რა კარგი, სათვალეები რო არ მეკეთა, ვერაფერსაც ვერ ავხედავ. ვარ ახენად, გონია რომ ყველაფერი წესრიგშია. ძველი კომპიუტერი აქ მოათვია და აქ ჩავხდით. ხო და წავალი ხმა მე, გაგებში ისვრიან, ორი დღეა, მეორე დღეა ისვრიან, დილით ცოტა ადრეა დღეს, რატო 8 საათზე უნდა ისროლონ. დილით 8-ზე ისვრიან, მერე მგონი ეხლა 8-ზე და შუაღამის 12-ზე, არ ვიცი. ამათი წესები ეგრეა. დავეხმარეთ ფესტას აწყობენ, ეს დიდი ფესტაა. არა, დიდი არ არის. ამაზე დიდი არის ხოლმე აპრილში. არა, აპრილში ცოტა ნაკლები, მერე აგვისტოში ამ ქალაქის მადონა, ღვთისმშობელი და ეხლა ეს არის სხვა მადონა და არ ვიცი რამდენი 50 евро მისცა გონი ჩემო ხმარმა არ ვიცი. ხო, 50 евро. და მოგწეს ლატარიის ბილეთები და აბა რას მოვიგებთ მეთქი ვეუბნები 10 წალი ერთი ბილეთი ღირებულა 5 евро. და აბა ვნახოთ მეოთხარი რას მოვიგებთ 10 არ ვიციო რა ვიციო. ხო და ეგრე ბაზრობა იშლება ხოლმე ამ დღესასწაულზე, ოღონდ აქ ჩვენთან არა ზევით ცენტრალურ ქუჩებზე და წვიმა თელი დღე და ვერც ბაზრობაა და ვერც ვერაფერი მოკლედ. ჩემი ქმარი რაღაცა სიპარავს, აგეიქა ვხედავ ხოლმე ჭრდილს და იქ მოსაპარი ახლა არ ვიცი რა არის. ატამია რამდენი ნაყიდობა გამოვტოვე, რატო არ ჩავწერე ვიდეოები, რამდენს უყარს ხოლმე ნაყიდობის ვიდეოები და განაჩავწერე ხილბოსტნეული ვიყიდე. ისე ნაყიდობები ვიყიდე, მქონდა, რა ვიცი, მე რა აღარც მახსოვს რო სიმართლე გითხრა. ხო და ეგრე. ვერ ჩავწერდი, იმიტომ რომ რო წავედით გუშინდილით. გვერდზე ქალაქში, ხილბოსტანზე, ხილზე და ბოსტნეულზე. აქ არაფერი არ ვარგოდა. პარასკევს გავედი, აქ ვიყიდო რამე მეთქი, მსხალი ისეთი იყო, ხელს ვერ მოკიდებდი, უკვე გადასაყრელი იყო. მანდარინი ვიყიდე, ის ვიყიდე, რა ქვია, პორტოხალი ვიყიდე, არც ერთი არ ვარგოდა, ინოჩეთ თქვა, ეს რა არის ამის ჭაბარში. ხო და წავედით გუშინ დილით, იქით გვერდზე ქალაქში. Podać. იცით რა სამბობს? შეიძლება მასეც იყოსო. სასაცილოდ მიგდებს. ხო და რომ მოვედით ნაყიდობით, გვიან წავედით, აბა გვიანავდექით ჩვენ, ხო ის არა გვაქვს რეჟიმში არ ავსხედვართ. ხო და გვიან მოვედით. აი მე როგორ ისვრიან, გავკეტავ ეს მალე არ მორჩება ეს ბათქი. მეტი გზა არ არის ხალხო. დავკეტავ თორე ეს კარგა ხანი გრძელდება ხოლმე. ხო და რომ მოვედით ნაყიდობით, იყო 12:09. თუ უფრო მეტი. ბედად, ჩვენ ბედად, აქვე ჩვენი იმის სადარბაზოს წინ იყო მანქანის გასაჩერებელი. გავაჩერეთ და მეოთხარი ყავა როგორ არ დავლიო, ყდები, თვალებს ვერ ვახელ მეთქი. იქ სადაც ვიყავით გვერდზე ქალაქში, სადაც ავყიდულობთ ხილბოსტანს, არ ვარ გვერდზე ბარია. ძალიან კარგი ის არის შოკოლატერიას, რა ქვია, შოკოლადებს აკეთებენ და ძალიან კარგი შოკოლადები აქვს, კარგი ნამცხრები აქვს და ყავა აქვს ნაგავი. არ შეიძლება დალევ. ვერ მოვინილებ ხოლმე ვერასდროს და მაშინ Un saluto grande a tutti quanti gli amici e le amiche. ყველას ძალიან დიდი მოსალმებაო, ყველა იმასო, მეგობრებსო, ქალის და მამაკაცებს. Sì. Forse mეთქი მეუბნე. Addio. ხო და მოგესალმათ და მოგიკითხათ მოკლედ ყველა. აი მაგის თქმა უნდა და ხო და მაშინ მე წამოვალ ბარში ისა და გავაჩერეთ მანქანად, დავატოვეთ ნაყიდობები და წავედით ბარში. ამას კიდე ეგრე დალევა არ უყვარს. ანუ დახთან მე როგორც გადავკრავ და გამოვალ, ეგრე არ უყვარს. No, non acceso. È morto. ხო, მკვდარია მეთქი კომპიუტერზე ვეუბნები. ხო და
დაავსხედით იქა ბარში. კარგად გავჭიმეთ, გენაცვალე იქ ხან ტერეზას ვეჭურავეთ ხანახანა და რომ მოვედით, კაი გვიანი იყო. რანაირად გადავიღებდი ვიდეოს, უკვე სადილის დრო მოდიოდა და რაღაცა ხო უნდა გამემზადებინა. და აი მაგიტომ არ მაქვს ხოლმე დრო დილით, იმიტომ რომ ჩემი ყველაზე დიდი დროის ფაქტორი არის ის, რომ გვიანა ვდგებით. Vai però shevtsukhdi. Volesse, come volesse. Vengo io. Batte così sul trattino. Sul trattino. Lungo. Rada Varshavе. Rada Varshave. Certo è la computer. Khoda magitom ro dilit გვიან ვდგებით, მე აღარ მაქვს დრო. მე ჩემი მეორე ისა ხელი შემშლელი ფაქტორი ის არის, რომ სადილის მერე წამოგორება და წამოგორების მერე გასეირნება. ეხლა შემოდგომაზე კი არა და ეხლა რა, აი იქით აკვირიდან ალბათ მე მოვუხშირებ ვიდეოებს და რატო? იმიტომ რომ ინოჩენტემ რო თვალზე უნდა გაიკეთოს ოპერაცია, ხო? ვიქნებით სახლში ხოლმე საღამოთი გასვლა და სეირნობა აღარ იქნება, იმიტომ რომ ძალთვალახოვული ეხლა ნამდვილად მანქანით არ მივიდით. ხო და ასე რომ სახლში თუ ვეგდები, საღამოობით ვიდეო ჩავწერ ხოლმე. აი სად მივედით. ასე იქნება ეგ ამბავი. რამე კარგი თემა რო იყოს და ვისაუბროთ და თქვენც რა ვიცი, თუ რამე დაწერეთ, თუ რამე თემაზე ვისაუბროთ და რაზე ვისაუბროთ, თუ არა და მე თვითონ რაც მომადგება, ეგ იქნება. წავედი, აი კიდე ისვრიან ხალხო, არ გაჩერებულა, ეს ცოტა დიდი ხანი გრძელდება ხოლმე. რამდენი ფული იბუგება? 5-10,000 ევრო ჯდება ხოლმე თითო ზალპი ესა ხოლმე და რო დაეხმარონ გაჭირვებულებს არა? ღარიბებო დაეხმარეთ თქვენ ერთმანეთში, ერთმანეთს მიეხმარეთ, ვა ეგ ვარიანტი არა. ხალხი დადის. წუხელ 12 საათზე პირველი დაიწყო, ბავშვები ტიროდნენ, ეთყობა იქ იყვნენ მშობლები და ეს კალიასკებით ბავშვები 1 წლის, 1 წლინახევის პატარების, ციოდათ, რავი, შიოდათ, რა იყო ეძინებოდათ, ტიროდნენ, ბღაოდნენ, მთელი 1 საათი წინ და უკან მიდიოდა ხალხი, ეთყობა სახლებში რომ მიდიოდნენ და ბავშვები კიდე ბღაოდნენ. და ეგრე. წავედი ხლა მე. აბაჰე და აბაჰო. თქვენ რაში გენაღლებათ და მე პეჩენიები მაქვს გამოსაცხობი. ასე რომ პატივით ცეთ ერთმანეთს კომენტარებში. მეტი არაფერს არ ვიტყო მე. წავედი კოცნით ყველას აბაჰე და აბაჰო ხალხებო.